მოგესალმებით, მე გიორგი ნაზღაიძე ვარ, თქვენ სალაშქრო ვიდეო განხილვებს უყურებთ. დღეს ცოტა განსხვავებულ გარემოში ჩავწერეთ ჩვენი ვიდეო, რადგან ვემზადებით ლაშქრობისთვის, ჯავახეთის ზეგანზე ვაპირებთ წასვლას და თავკვეთილის ვულკანის მონახულებას. საჭმლის დაგეგმვა დახარისხება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია და დღეს მსურს გაგაცნოთ ჩემთვის საუკეთესო რეცეპტი, რომელსაც სახელად ტურბო დავარქვი. ლაშქრობისას ბევრი ენერგია ვკარგავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირად უნდა შევისვოთ საწვავი, თუმცა მოუხერხებელია ყოველ 2 საათში ერთხელ ხანგრძლივი გაჩერება სადილისთვის. ამიტომ მუდმივად თან უნდა გქონდეს ისეთი საჭმელი, სასმუსნავი, რომელსაც მარტივად და დაზარების გარეშე შევჭამთ. სწორედ ასეთია ტურბო. ეს გახლავთ თხილეულის, ჩირის, ქიშმიშის, ზოგიერთი ორცხობილის და ცივ პერიოდში შოკოლადის ნაზავი. საწყისი რეცეპტი შემდეგია: 200 გრამი ქიშმიში, 200 გრამი შოკოლადი, 250 გრამი მიწისთხილი და 250 გრამი ორცხობილა. თუმცა შეგიძლიათ ეს რაოდენობები ძალიან მარტივად და თქვენი გემოვნების შესაბამისად შეცვალოთ. პროცესს ვიწყებთ მიწისთხილის მოხალვით. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ვცდილობთ, რომ მუდმივად მოვურიოთ, რათა არ დაგვეწვას. უკვე მოხალულ თხილს ვაცლით კანს, სხვათა შორის ეს არის ყველაზე უფრო შრომატევადი პროცესი ტურბოს დამზადებისას. შემდეგ ვხვნით ორცხობილას. ნებისმიერი ორცხობილა არ გამოდგება, სპარში აღმოვაჩინეს ბელგიური ორცხობილა და ძალიან გემრიელია, მას მერე სუმას ვყიდულობ. ორცხობილის დაშვნის შემდგომ ვანაწევრებთ შოკოლადს. 4-ვე ინგრედიენტს ვათავსებთ ერთ დიდ ჯამში, კარგად ამოურევთ და ჩვენი ტურბოც გამზადებულია. შოკოლადს ზაფხულში არ ვიყენებ, რადგან სისხლისაგან დადნება, ხოლო რაც შეეხება სხვა ინგრედიენტებს, შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ ვცვალოთ, უბრალოდ რასაც დაამატებთ, უნდა იყოს კალორიებით დახუნძლული, მსუბუქი და არ ფუჭდებოდეს მარტივად. ასეთებია მზესუმზირის თესლი, თხილი, ნუში, სხვადასხვა ხილის ჩირი და კრეკერები. ტურბოს ძირითად მარაგს ვყრი ხოლმე ასეთ დიდ ქილაში, ხოლო იმ ნაწილს, რომელიც სიარულისას გზაში უნდა ვჭამო პატარაში. ამ პატარა ქილას ვდებ ხოლმე ჩანთის ზედა ჯიბეში, რათა მარტივად მივაგნო და არ ჭამა დამეზაროს. ზოგადად ტურბო უაღრესად დიდი რაოდენობით კალორიებს შეიცავს. ერთ ასეთ შეფუთვაში იგივე ენერგიაა, რაც 13 სნიკერში ან 2 კილოგრამ სკუმბრიაში. შესაბამისად, თუ კი იგრძნობთ დაღლილობას ან მიადგებით დიდ აღმართს, მაშინვე შეჭამეთ ტურბო, რაც შეიძლება ხშირ-ხშირად და დაბრკოლებებსაც უფრო მარტივად გაუმკლავდებით. თუ კი მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო განხილვა, გთხოვთ გამოიწეროთ და აუცილებლად გააზიაროთ ეს ეპიზოდი.